4 ოქტომბრის საქმეზე 14 პირიანი ჯგუფის საქმის განხილვა გრძელდება. სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში უნდა დაიწყოს. საქმეს ასევე მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილი განიხილავს. ამ ჯგუფში ბრალდებულები არიან ვლადიმერ გველესიანი, სერგო მეგრელიშვილი, ზურაბ ჭავჭანიძე, გიორგი რურვა, ამირან დოლიშვილი, ანტონ ვარდანიძე, გიორგი ქორქი, ალექსანდრე ჩილაჩავა, გენადი კუპრეიშვილი, ლაშა ივანაძე, ლევან ჯიქია, სულხან ტუღუში, ხვიჩა გოგოხია და რამაზ მამულაძე. მათ ედავებიან სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ჯგუფურად ხელში ჩაგდებისა და ბლოკირების მცდელობას და ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას, რაც 6 წლამდე პატიმრობას გულისხმობს. მარიკა ბოლქვაძე გვიერთდება პირდაპირ ეთერში. მარიკა, დაიწყო თუ არა უკვე განხილვა? სულ რამდენიმე წუთში უნდა დაიწყოს თბილისის საქალაქო სასამართლოში 4 ოქტომბრის საქმეზე 14 ბრალდებული სასამართლო პროცესს უძღვება მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილი. დღევანდელი სხდომა სრულად უნდა დაეთმოს ბრალდების მხარეს დასკვნით სიტყვას. ასე არიან შეთანხმებულები, რომ სრულად უნდა ამოწუროს ბრალდების მხარემ დღევანდელ პროცესზე. რამე თუ აქვს სათქმელი, საინტერესოა მოვისმენთ თუ არა საქმეში არსებულ გარემოებებთან დაკავშირებით ბრალდების მხრიდან რაიმე ახალს, რაც შეეხება უშუალოდ ბრალდებულების პოზიციას, მათი უფლებადამცველების პოზიციას, მათ შორის მნიშვნელოვანია საპროცესო შეთანხმების საკითხთან დაკავშირებით. ბრალდებულები ნაწილი ამბობს, რომ საპროცესო შეთანხმებას არ დათანხმდებიან. განსაკუთრებით აღსანიშნავია მათ შორის 4 ბრალდებულის პოზიცია. ესენი არიან სერგო მეგრელიშვილი, ვლადიმერ გველესიანი, ზურაბ ჭავჭანიძე, რამაზ მამულაძე. ეს არის ის 4 ბრალდებული, რომელიც ღიად და პირდაპირ აფიქსირებს, რომ შეთავაზების შემთხვევაში არ განიხილება საპროცესოს შეთანხმება, რადგან ისინი არ აღიარებენ დანაშაულს, რომელიც მათ არ ჩაუდენიათ, თუმცა 14 ბრალდებულთა შორის არიან ისეთი პირები, ვისაც ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა აქვს, მათ შორის არის გიორგი რურვა. შესაბამისად, ახლა მისი უფლებადამცველები ელოდებიან შეთანხმებული ან შეთავაზებული თუ იქნება საპროცესო შეთანხმება მათთან მიმართებაში. არც ერთ მოწმეს, წარმოდგენილ მოწმეს და არც ერთ დაზარალებულს, პოლიციას თუ სპეცნაზერს არც ერთი ბრალდებულზე არ დაუდია ხელი მთელი ამ თვეების განმავლობაში. არც ღობის წამქცევი არის დაჭერილი და არც ღობის დამზიანებელი არის დაკავებული. ამ პირობებში პროკურატურა ფაქტიურად გვეთამაშება საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით. დამალობანას გვეთამაშება. ჩვენ ვერ ვხედავთ აქ ჰუმანურ აქტებს. აქ ხედავთ ფაქტიურად მწამებლობას პატიმრების მიმართ. მოგეხსენებათ, რომ ჩემი დაცვის ქვეშ ყოფი გიორგი რურვა ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. მას აქ თირკვლების ძალიან მძიმე დაავადებები. როგორც ჩემთვის ცნობილია, არც ერთ ბრალდებულთან აღნიშნული შეთანხმება მიღწეული არ არის. დაახლოებით 14 ადამიანი არის ბრალდებული, აქედან ერთთანაც რომ იყოს შეთანხმებული საპროცესო შეთანხმება, ან დადებული იდებოდეს და წინასწარ იყოს მხარესთან შეთანხმებული, მსგავსი რამ ჩემთვის ცნობილი არაა. ჩვენთვის თავიდანვე ცნობილი იყო, რომ ეს დაპირება იყო ილუზორული, ანუ თავიდანვე ცნობილი იყო ისიც, რომ არ მოხდებოდა არანაირი საპროცესო შეთანხმების დადება და ის იყო პროპაგანდის ნაწილი და ასე რომ არ ყოფილიყო და რეალურად შემოეთავაზებინათ საპროცესო შეთანხმება, მაინც ჩვენი პოზიცია უყევია. დიახ, როგორც გითხარით, დღევანდელ სასამართლოს სხდომაზე ბრალდების მხარე დაასრულებს თავის დასკვნით სიტყვას. მომდევნო პროცესებზე უნდა მოვისმინოთ, როგორც დაცვის მხარის პოზიცია, აგრეთვე 14 ბრალდებულის სათქმელი ამ ხნის მანძილზე. საინტერესოა, რა დაუბრუნდათ მათ სათქმელი საზოგადოებისთვის, როგორ მიმართავენ როგორც მოსამართლეს, აგრეთვე ბრალდების მხარეს. რაც შეეხება მათ ბრალს, სახელმწიფო ბრალდება 14-ვე პირს ედავება სტრატეგიული და განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობას, რომელიც ჩადენილია ჯგუფურად და ამ ჯგუფურ დანაშაულში მონაწილეობას, რაც შეეხება საშელის ზომას და სახეს. დანაშაული 6-დან 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს და გადაწყვეტილება ამ საქმეზე მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა უნდა გამოაცხადოს.